მოგესალმებით, ჩემი ძვირფესებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა სასიყვარულო სამკუთხედზე. არაერთ მომხმარებელმა მომთხოვა და მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა სასიყვარულო სამკუთხედზე, ვინ ზუსტად იცის, რომ სამკუთხედში ხართ, ხოლოდ მას ეკუთვნის ეს ვიდეო. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჯარო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. პირად კონსულტაციებთან დაკავშირებით მომართეთ მითითებულ ნომერზე, რომელიც ჩემს გვერდზეა დაწერილი. მოდი ვნახოთ ეხლა რა ხდება სასიყვარულო სამკუთხედში. მას ასე წარმოთქვით მისი სახელი და ვნახოთ ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. რა ენერგიებშია. ვაუ, რაღაცა ახალ საქმეს იწყებს, ახალი პროფესია, ახალი ნაბიჯებია, რაღაცა სიახლეა საკმაოდ საინტერესო, მისთვის საკმაოდ დიდი ხანი გადიოდა რთულ პერიოდს და იყო რაღაცა ბუნდოვანი საკითხები მოსაგვარებელი მის ცხოვრებაში, მაგრამ ეხლა უკვე მზემ გამოანათა. თითქოს ეხლა გვირგვინიც დაიდგა თავზე და რაღაცა გამარჯვებებისკენ მიიწევს. ამას ძალიან დიდ უპირატესობას და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მას უნდა რაღაცა ნაბიჯები გადმოდგას თქვენსკენ, თუმცა დღესდღეობით ჯერ კიდევ მოძრაობაში არ არის მოყვანილი მისი ნაბიჯები, თუმცა ფიქრობს იმას, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს თქვენს ურთიერთობაში თუ კი რაიმე არსებობდა შეფერხება, უცებად უნდა აღდგეს თქვენი კომუნიკაციას, თქვენი ურთიერთობაც მას ძალიან ენატრებით, როგორც ქალი, ეს არის ძალიან დიდი სექსუალური მიჯაჭვულობა მეგობრებო, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ქურუმი ქალის ზეგავლენების გამო, ქურუმი ქალი ამ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს რაიმე მენტალურ დონეზე ნახეთ ან მის ფსიქოლოგიურ დონეზე ზემოქმედებები, როგორც მაგიური, ასევე ფსიქოლოგიური, ჩემო ძვირფესებო. კიდევ რა ენერგიებშია? კი ბატონო, გარიყულია თქვენგან, ნამდვილად აქ არის რაღაცა ისეთი დაბრკოლებები, ნახეთ წინააღმდეგობები ურთიერთობებში, ნამდვილად არის მასზე მაგიური ზეგავლენები, ჩემო ძვირფესებო, დიდი ალბათობით აქ სამუშაო პროცესი არის გატარებული ან სასაფლაო მაგიაზე, ან ღამის საათებში, სასაფლაოზე, ან ღამის საათებში ჩატარებული რაღაცა რიტუალები. არ გაგიკვირდეთ ამ მესამე პირებიდან, თუ კი ახდენდა მასზე ზეგავლენებს მესამე პირი არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩემო ძვირფესებო, კი ბატონო, ბრძოლები, ის გებრძვით თქვენ, არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს პარტნიორსაც, საკმაოდ რთული გზა გაიარეს, მათაც მინდა გითხრათ იმ ურთიერთობაში, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც შეძლო, ეს არის მისი გონების დაბინდვა, მთვარე ქურუმი ქალი ერთგვარად ნიშნავს მაგიურ ზეგავლენებსაც, ჩემო ძვირფესებო და მათ შორის არეულ გონებასაც. კარგი, მოდი ვნახოთ ესეთი რაღაცა, რას ფიქრობს თქვენზე ახლა ამ გადმოსახედიდან? თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? თქვენს გვერდით ის არის ნამდვილი იმპერატორი, მაგრამ აქ იმდენად გაიხარჯა რესურსები და იმდენად დიდი დაბრკოლებებია, რომ ფაქტიურად გამოსავლის ძიებაშია ეხლა, თუმცა შედეგი ჯერ კიდევ ვერ გამოიღო ამ ძიება. პარალელურად იმასაც გეტყვით, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას წარმოადგენს თუ კი ის ქორწინებაში, ამიტომ რომ მისი ოჯახის ენერგია მოდის აქ ჩემო ძვირფესებო და ეს არის ძალიან დიდი დაბრკოლება. კიდევ რას ფიქრობთ თქვენზე? პენტაკლების ტოზე. საოცარი განძი ხართ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან დიდი ადგილი გიჭირავთ, მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ აქ სამკუთხედია და არსებობს პარალელური ურთიერთობა ურთიერთობაში, შესაბამისად, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. უზარმაზარი წვლილი შეიტანეთ მის ცხოვრებაში, მის სულიერ განვითარებაში, გონებაში, ემოციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. საკმაოდ ღირებული ადამიანი ხართ. მოდი ვნახოთ მესამე პირებზე რას ფიქრობს, იქ სადაც არის. აი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად არიან, მაინც ძალიან დიდი სიშორია, ძალიან დიდი უფსკრულია მათ ურთიერთობაში. იქ არ ვითარდება არაფერი ისე, როგორც მათ უნდათ, ფეხებით არის ჩამოკიდებული სიტუაცია, აქ ნიშნავს დაბრკოლებებს, განვითარებებს, იქ აპირებდა იქიდან გატრიალებას და წასვლას ეს ადამიანი იმ ურთიერთობებიდან, ამიტომაც მოხდა ზუსტად ეს მაგიური ზეგავლენებიც, კი ბატონო, რომ არ შეეცვალა ნაპირი, ნახეთ როგორ მოდის ზურგში ხმლები. აქ მიმართეს მესამე პირებმა ვიღაცას დასახმარებლად, ეს შეიძლება იყოს მამაო, ეს შეიძლება იყოს ჯადოქარი, ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში, მოლა და ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში იქ მესამე პირებიდან მიმართვა იყო ნამდვილად დასახმარებლად ზეგავლენების თვალსაზრისით, იქ ნამუშევარია სამწუხაროდ ჩემო ძვირფესებო იმისთვის, რომ ეს ამ ადამიანის სიტუაცია შემოეტრიალებინათ და ეს ადამიანი არ წასულიყო მისი ცხოვრებიდან, თუმცა ეს განზრახვა მას ნამდვილად ჰქონდა, არ აქვს მნიშვნელობა იქ რა სტატუსი აქვს თქვენ ხართ მეუღლე და ის საყვარელია თუ პირიქით, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩემო ძვირფესებო. კარგი, გრძნობები მინდა ვკითხო ახლა თქვენთან დაკავშირებით, რა გრძნობები აქვს? გრძნობა. თქვენ ხართ მისი კარმა. თქვენ ხართ მისი განაჩენი.
აი საოცარი ქალბატონი ხართ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. გრძნობები ავადმყოფური გრძნობები აქ ახლა უფრო მეტად. ვერ იღებს რაღაცა გარკვეული ინფორმაციებს თქვენთან დაკავშირებით. შესაძლებელია დაბრკოლებებიც არის, შესაძლებელია დაბლოკელი ყავთ ერთმანეთი ან რაღაცა პრობლემა არსებობს ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით შემოძვირფესებო და ამას ძალიან განიცდის. გრძნობები ვკითხე და შორიდან შემოგტირი სხვათა შორის ეს ადამიანი. ძალიან სექსუალური ხართ, ძალიან ლამაზი ხართ, ნახეთ რა სილამაზეა. ანუ მნიშვნელოვანი ღირებული ადამიანი ხართ, ესე მანახებს გრძნობებში. იქ გრძნობები როგორ არის მესამე პირებთან, ნახოთ. იქ თითქოს სასწორზეა ყველაფერი შემოდებული. ნახეთ, ცდილობენ ერთად რაღაცა ააწყონ, რაღაცა ნაბიჯები გადადგან, ერთად მიუძღვებიან ყოველდღიურობას აქ სამსახურის თვალსაზრისით, მატერიალური თვალსაზრისით, აქ ერთად ხდება მუშაობა მათ ურთიერთობაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იქ არის რაღაცა ურთიერთობები, მაინც თქვენ ხართ მის გონებაში და მაინც თქვენს ხატებას ხატავს, ანუ ვერ ამოდიხართ მისი გონებიდან შემოძვირფესება. კარგი, მოქმედებები რა იქნება? თუ იქნება მოქმედებები თქვენსკენ უახლოეს პერიოდში? აუცილებლად თვითონ ამომიხდა ეს არკანი, ნიშნავს შეხვედრას, ნიშნავს თუ ურთიერთობაში გაურკვევლობებია, აუცილებლად დალაგებას ამ ტკივილის ენერგიების ნახეთ, ცდილობს მაქსიმალურად გამოუტანოს განაჩენი ამ ურთიერთობას თქვენთან დაკავშირებით, ან საბოლოოდ უნდა დამთავრდეს, ან ახალი ნაბიჯები უნდა გადმოდგას, იმიტომ რომ ესე გაგრძელება ფაქტიურად შეუძლებელია და ამას გულწრფელად ძალიან განიცდის. აქ მესამე პირების ალბათობა კი ბატონო, აი ნახეთ როგორც ცდილობს ეს ორივე სკამზე მოკალათებას და აქ მესამე პირების ხელის ფათური ეს ძალიან დიდი წინააღმდეგობა, აუზარმაზარი წინააღმდეგობა, ნახეთ რა მხოლობია აქ აშენებული. კარგი, აი ხა მაინტერესებს მაინც ნაბიჯები თუ იქნება უახლოეს პერიოდში მისი მხრიდან რაიმე გარკვეული ნაბიჯები თუ იქნება მისი მხრიდან. ჯერჯერობით არა, იმიტომ რომ სიკვდილის არკანი ამოდის, აქ ცოტა ხანი დაპაუზებული ურთიერთობები იქნება, იმიტომ რომ მესამე პირები ნახეთ როგორ გითვალთვალებენ. მოდი ვნახოთ იქ რა ნაბიჯებს გადადგავს, იქ მესამე პირებთან. იქ უკვე აგრესია, იქ კონფლიქტია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია იყოს შვილების დეიდა, იმპერატრიცა მეუღლეს და შვილების დედას ნიშნავს შემოძვირფესებო, არის ძალიან მხისტი ენერგიები, გაურკვევლობები, კონფლიქტური ენერგიები, აქ თითქოს ძალას ატანენ მას, ნახეთ ხდება მისი მორჩილება, როგორც ეს კაცი ამ ხარს მორჩილებს, ახლა ზუსტად ხდება მისი რქების მოტეხვა იქ და საკმაოდ ძლიერი დოზით მისი მორჩილება, არა აქვს მნიშვნელობა ეს ქვეცნობიერი იქნება თუ მაგიური ზეგავლენები. იმიტომ რომ იქ ცვლილებები უნდათ, სასიკეთო ცვლილებები უნდათ და აქედან გამომდინარე ხდება მასზე ზუსტად რომ იქ კარგად მოგალათდეს სადაც არის. არ აქვს მნიშვნელობა იქ რა პოზიცია აქვს კიდევ ერთხელ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას. მოდი ვნახოთ ორივე არკანით რა ნამუშევარი შეიძლება იყოს მასზე. აუცილებლად არის ნამუშევარი. აი 1000%. Воздержание ნიშნავს იმას, რომ იქ შეყოვდეს, იქ დაყოვდეს, არ წავიდეს, მასტერი ნამუშევარია, გარდაუვალია, ნახეთ აქ როგორ მუშაობს. 1000%-ით ნამუშევარია. Боительница, кали გებრძვით. საყვარელი. სვიტაევა და ნაკურთხი წყალი, ითხოვს აუცილებლად განბანვის და გაწმენდის რიტუალს, რომ ეს კაცი განთავისუფლდეს. მოიპარეს მისი რესურსები, ვირთხები, ეს არის ქურდობა, ეს არის მოპარვა მისი რეალური რესურსებით. ძალიან დიდ ჯვარს და ძალიან მძიმე ენერგიას ატარებს მეგობრებო. დიავალ, ეშმაკს ყავს დაჭერილი. აქ არის ძალიან ცუდი ზემოქმედებები შემოძვირფესებო, სამწუხაროდ და ძალიან დიდ ლაბირინთშია ეს ვაჟბატონი. მოკლედ, შველა ჭირდება ამ ადამიანს. წარმატებებს გისურვებთ. მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.